ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. დღეს 2 თებერვალია, დღე როცა ხარებას წინამორბედმა დამნაშავეების დაჯგუფებამ მხედრიონის მეთაურმა ჯაბა იოსელიანმა 23 ადამიანი ქუჩაში დახვრიტა და სამშობლო სიყვარულისთვის დასაჯა. მოკლულებს შორის იყო 16 წლის მედროშე მამუკა ტერაშვილი. საქართველოს თავისუფლებისთვის მოკლული ტერაშვილის ძმა ახლა ქართული ოცნების რეჟიმს ყავს დაპატიმრებული და ასევე სამშობლოსთვის ბრძოლას არ პატიობს. დაღუპულების ხსოვნას დღეს პატივის სიმბოლურად თამარ მეფის ხიდზე მიაგეს. იქ ის ადამიანებიც იყვნენ მისული, ვინც ცეცხლსასროლი იარაღით დაშლილ აქციას გადაურჩა. მოქალაქეებმა სიმბოლურად ის გზა გაიარეს, რომელიც 2 თებერვალს მოკლულ მომიტინგეებს უნდა გაევლოთ რკინიგზის სადგურიდან გმირთა მოედნამდე. მაშინ ის ხალხიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და შეეწირა ჩემი შვილი იმას. ეხლა არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის. 33 წლის წინ მხედრიონების მიერ ჩაცხრილული სამოქალაქო გმირის მამუკა ტერაშვილის ოჯახი ისევ რეჟიმის სამიზნეა. მარინა ტერაშვილი 33 წლის შემდეგ მეორე შვილის გიორგი ტერაშვილის ციხიდან დახსნისთვის იბრძვის. 1992 წლის 2 თებერვლის სისხლიანი მოვლენები შვილმკვდარი დედისთვის დღეს თანამედროვე საქართველოში გაცოცხლდა. რუსული რეჟიმი ისევ სასტიკი მეთოდებით ებრძვის თავისუფალ ახალგაზრდებს. მამუკა ტერაშვილი 1992 წლის 2 თებერვალს კიტოვანის სიგუა იოსელიანის მხედრიონმა იმ დროს ჩაცხრილა, როცა 16 წლის ბიჭი მშვიდობიან დემონსტრაციას საქართველოს დროშით წინ მიუძღვებოდა. დღემდე მაქვს ეს პერანგი შენახული, ეს პერანგი მე რომ მოვკვდები, მე წავიღებ მერე ჩემ შვილთან. პუჩისტებისგან, იმის ბანდებისგან სნაიპერის ტყვით დახვრეტილი საროჭკა. მამუკამ ხელი გადამხვია და მოფერებით მითხრა, რა მოხდება დედა, ერთი შვილი შენ შესწირო საქართველოს. აი ამ სიტყვების გამგონი მე რაჭყუაზე უნდა ყოფილიყავი. გადამხვია ხელი, დამშვიდობა და წავიდა. მამუკას დროშა ეჭირა, თურმე მიტინგზე მიდის წინ. უხარია თანა. როგორც გადავიდნენ თამარ მეფის ხიდთან და მიუახლოვდნენ ცირკთან, იქით ბეტერებით, წლისჭავლის მანქანებით, ავტობუსებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ. დაიწყეს სროლები, შვილებს ვეძებ, რომელი ერთი მოვძებნო და ვიპოვნო. მაგრამ ხედავ რომ უკვე დაჭრილები გამოყავთ. ბოტასებით ვიცანი ჩემი შვილი. ბიჭებს რომ მიყავდათ ხელში აყვანილი. ქვეყნის მომავლის გადასარჩენად წინა ხაზზე ახლა მამუკა ტერაშვილის ძმა გიორგი ტერაშვილი იბრძვის. რეჟიმმა მას პროევროპულ აქციაზე დგომა არაპატია და ციხეში გამოამწყვდია. დედა მარინა ტერაშვილი ფიქრობს, რომ მისი მეორე შვილიც რუსული რეჟიმის მსხვერპლია. ის უკანონოდ დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა უყვარს და ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად მხედრიონების მიერ მოკლული ძმის სახელითაც აგრძელებს. იმდენი ახალგაზრდობაა დახოცილი, რომ მარტო იმასავ ვთხოვ მამათა, რომ იმათი სისხლით მოპოვებულ ამ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ივანიშვილს ნუ გაატანენ რუსეთში ისევა. ჩვენები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის და ამათ არ უნდათ, ამათ უნდათ რუსეთი ისევა და მე კიდე იმას მოუწოდებ, რომ ღმერთმა უმრავლოს საქართველოს აი ესეთი შვილები, ვინცაც მართლა საქართველოსთვის გულის ტკივა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისა და ამის გულისთვის არიშურებს ეს ხალხი სიცოცხლე. 9 აპრილს რუსის ჯარმა დაარბია, დახოცა ჩვენი ქართველები. აქ ქართველების ხელით მოხდა ქართველების გენოციდი, ხო? აქ ქართველებმა და იგივე ხდება ეხლაც, რა განსხვავება? ისევ რუსეთის დავალებით ხდება ყველაფერი. რეჟიმის პატიმარს ქართული ოცნების პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. თუმცა ბრალდება მტკიცებულება ამ დრომდე ოჯახს ვერ წარუდგინა. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. ციხიდან გიორგი ტერაშვილის გზავნილია, არ დანებდეთ, ბრძოლა ბოლომდე. ვიდრე რეჟიმს ტერაშვილი დატყვევებული ჰყავს, მანამდე საპროტესტო აქციებზე იდგება დედა. მიტინგზე ხარო დაფიქსირებულია პოლიციასო წყლის ბოთლს ესვრიო. ისვრიო რა იმის მხარეზეო წყლის ბოთლი გასროლელიო. სახში მოვაკითხეს და წაიყვანეს სახლი. იმის პოზიცია ის არის, რომ იარეთ მიტინგებზე, არ გაჩერდეთ. იარეთ, მაინც იმას გვეუბნება, მივდივართ ხოლმე ჩვენც ვნახულობთ და სამშობლოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობას და ჩვენ ევროპულ მომავალს თუ ესე სჭირდებაო, რა ვქნა ვიჯდები მეცალა, რა უყოვო.
33 წლის წინ ჩაცხრილული მოქალაქეების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს თამარ მეფის ხიდიდან სოლიდარობის მარში გამართეს. მოქალაქეებმა სიმბოლურად ზუსტად ის გზა გაიარეს, რომელიც 1992 წლის 2 თებერვალს დემონსტრანტებმა. მარში მონაწილე მოქალაქეები აცხადებენ, რომ დღესაც ისევე როგორც 33 წლის წინ საქართველოს პატრიოტ ახალგაზრდებს რუსული მეთოდებით პუტინის მარიონეტები უპირისპირდებიან. აი რა სხვაობაა მითხარით? იგივე ქადაგიშვილი, იგივე ხაინდრავა და მრავალი სხვა ისევ ხელისუფლებაში არიან. ანუ ის პერსონები, რომლებმაც იდეოლოგიურად მოამზადეს საქართველოს მკვლელობა და დღემდე ამას ჩვენს თვალწინ ყოველ დღე განახორციელებენ. საქართველო არის ეროვნულიც, დასავლურიც, პროევროპულიც და ამაყი, ვინაიდან ამდენი გმირი ყავს და მათი სისხლი კი ითხოვს სამართალს. დღეს თამარ მეფის ხიდთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის თავგანწირული მოქალაქეების მოსახსენიებელი პარაკლისი დეკანოზმა გიორგი წეროძემ გადაიხადა. სასულიერო პირი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ისასტიკე და დაწყებული რეპრესიები ახალგაზრდების წინააღმდეგ ჰგავს 33 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს. საქმე, რომელიც წამოიწყეს, ვერ ვიტყვი ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, მაგრამ რომელიც წამოვიწყეთ რაღაცნაირად ყველამ ერთად 30 წლის წინ, ჯერ კიდევ დაუსრულებელია. უწრფელი ადამიანიც ადვილად დაასკვნის და მიხვდება, რომ შეიძლება რომ ღმერთი იყოს იმათი მხარდამჭერი, ვინც ესე ვთქვათ ესე ძალიან ცხად უსამართლობაზე თვალს ხუჭავს, პირიქით ქმნის ამ უსამართლო გარემოს. 1992 წლის 2 თებერვალს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. მაშინ თამარ მეფის ხიდზე 23 მომიტინგე დაიღუპა. 186 კი დაშავდა.